მოგესალმებით, ამ ვიდეოში გიამბობთ იმ ამერიკული სპეცთვითმფრინავის შესახებ, რომელიც გუშინ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დაიშვა და რამდენიმე საათში დაახლოებით 1 საათსა და 32 წუთზე დატოვა საქართველოს საჰაერო სივრცეც. მიზეზი მისი ჩვენთან შემოფრენის იყო თუ არა უბრალოდ საწვავით გამართვა უცნობია. თუმცა ეს თუ მართლაც ასე იყო, უცნობია აღნიშნული ბორტი რატომ გადმოფრინდა რუმინეთიდან, მანამდე გერმანიიდან, უფრო ადრე კი ბრიტანეთიდან. ერთ-ერთი ვერსიით მან თბილისიდან გეზი აზერბაიჯანისკენ აიღო. ხოლო მეორე ვერსიით გადაფრინდა და დაიშვა არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში. ახლა კი მოგიყვებით, უშუალოდ რომელ თვითმფრინავზეა საუბარი და რა ფუნქციისაა ის კონკრეტულად. ბოლო 2 დღის განმავლობაში ახლო აღმოსავლეთის რეგიონში გადაფიქსირდა ამერიკის შეერთებული შტატების საჰაერო ძალების 4 ერთეული. HC-130G Combat King 2 ტიპის თვითმფრინავების გადასროლა, რაც არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სიგნალი იმისა, რომ ირანის წინააღმდეგ დიდი სამხედრო ოპერაცია პრაქტიკულად გარდაუვალია. საქმე ისაა, რომ ეს არის სპეციალური თვითმფრინავი სამძებრო სამაშველო ოპერაციებისთვის, მათ შორის ღამისა და ძლიერი ნისლის პირობებშიც. ამ ბორტს შეუძლია ჰაერში ერთდროულად გამართოს 2 სამაშველო ვერტმფრენი HH-60G Pawhawk, რომლებიც უშუალოდ განახორციელებენ იმ პილოტების გადარჩენის ოპერაციას, რომლებიც შესაძლოა საბრძოლო მოქმედებების დროს ჩამოაგდონ. HC-130G Combat King 2 ტიპის თვითმფრინავს ასევე შეუძლია ჰაერში საწვავით გამართოს MV-22 Osprey ტიპის თვითმფრინავი. ამრიგად, ახლო აღმოსავლეთში ისეთი თვითმფრინავების განლაგება, რომლებიც განკუთვნილია მტრის ტერიტორიაზე ჩამოგდებული პილოტების გადასარჩენად, მოწმობს იმაზე, რომ ამერიკის შეერთებული შტატები განიხილავს ოპერაციის დროს დანაკარგების შესაძლებლობებს და ემზადება ასეთივე ჰიპოთეტური სცენარისთვის. ამ თვითმფრინავს დაბალ სიმაღლეზე ფრენა შეუძლია ღამით, რელიეფის მიყოლებით. გააჩნია ასევე თანამედროვე საბორტე თავდაცვის სისტემებს. მაგალითისთვის, იმ შემთხვევაში, თუ ამერიკის შეერთებული შტატების თვითმფრინავი ჩამოვარდება ირანის ჩრდილოეთ ნაწილში, მისი პილოტის ევაკუაცია ყველაზე იოლი სწორედ აზერბაიჯანიდან იქნება და სწორედ ამ ფაქტით შესაძლოა იყოს გამოწვეული გუშინ თბილისში HC-130-ის შემოფრენა, რომელიც ერთ-ერთი ცნობით გადაფრინდა აზერბაიჯანში. თუმცა, რადგან ტრანსპორტერები გამორთო, არ იძებნებოდა მისი შემდგომი ლოკაცია ფლაით ლადარზე. პენტაგონმა დონალდ ტრამპსა და ალიევს შორის მჭიდრო ურთიერთობების ფონზე შესაძლოა მოითხოვოს, ან უკვე მოითხოვა კიდეც აზერბაიჯანში ამერიკის შეერთებული შტატების საჰაერო ძალების სპეციალური ოპერაციების სამაშველო ოპერატიული ბაზის გაშლა, რომელიც შესაძლოა დაკომპლექტდეს სპეციალური სამაშველო შოუმფრენებით, კონვერტოპლანებითა და თვითმფრინავებით. ასევე პატარა ინფორმაციასაც მოგაწვით, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ახალი თაობის ტანკი M1-S3 აბრაამსი წარადგინა. ტანკს აქვს ფორმულა 1-ის კაბინა და მძღოლის ინტერფეისი, რომელიც Xbox-ის ჯოისტიკს წააგავს. ტანკი ჰიბრიდულ ელექტრული ძრავის ხარჯეს აწვავს 50%-ით ნაკლებს მოიხმარს. თავდაპირველად M1-S3 2030 წელს უნდა გამოსულიყო, თუმცა გასული წლის დეკემბერში შევიტყვეთ, რომ პირველი პროტოტიპები 2026 წელს გამოჩნდებოდა. ტანკს კატერპილარის ძრავა აქვს. მისი პროგრამული უზრუნველყოფა რამდენიმე ტექნოლოგიურმა კომპანიამ შექმნა. ამერიკის შეერთებული შტატების არმიის პრეს-რელიზში ასევე აღნიშნულია, რომ M1-S3-ში ხელოვნური ინტელექტიც იქნება ჩენერგილი. M1-S3 აბრაამსის მთავარი კომპონენტი ხელოვნური ინტელექტით გაძლიერებული ციფრული სისტემებია, მათ შორის გენერაციული ხელოვნური ინტელექტი. ეს ტექნოლოგიები სწრაფად ინტეგრირების საშუალებას იძლევა. შემქმნელების თქმით, ამ ტანკის საბრძოლო შესაძლებლობები მნიშვნელოვნად იზრდება. დღეს თანამედროვე აბრაამს 4-კაციანი ეკიპაჟი სჭირდება, მათ შორის 1 ადამიანის საბრძოლო მასალის ჩასატვირთად არის საჭირო. M1-S3-ის შემთხვევაში ჩატვირთვა ავტომატურად მოხდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ეკიპაჟში მხოლოდ 3 ადამიანი იქნება საჭირო. შედეგად, ტანკი 25%-ით უფრო მსუბუქი გახდება. გამადლობთ ვიდეოს ყურებისთვის, გთხოვთ დაალაიქოთ, გამოიწეროთ და რაც მთავარია, დააკომენტაროთ, რა თემასთან დაკავშირებით გადავიღო შემდეგი ვიდეო.